გახდება თუ არა უფრო კომფორტული მგზავრობა დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმებზე მერიაში მსჯელობენ. დავით ნარმანია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორი უნდა იყოს თბილისის მეტრო, ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები, უფრო დეტალურად რა ცვლილებები იგეგმება მგზავრებისთვის, ამას ნუცა ტრაპაიძე გვეტყვის. ნუცა გისმენთ. უკვე ცნობილია, რომ იგეგმება მთლიანად მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება, მოხდება მეტროს მოდერნიზება, ვაჟა-ფშაველას ხაზი დაემატება კიდევ ერთი სადგური, რაც შეეხება მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს. ამ თემასთან დაკავშირებითაც გააკეთა დღეს განცხადება დავით ნარმანიამ და თქვა, რომ ავტოპარკი აუცილებლად განახლდება და ეს მოხდება უახლოეს მომავალში, რაც შეეხება მოთხოვნებს. მოთხოვნები რჩება უცვლელი, ეს არის ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ასევე მაღალი ხარისხის მომსახურება. მეტროპოლიტენში მოძველებულია თელ სადგურებში მართვის სისტემები, ესკალატორები და ასე შემდეგ. შესაკეთებელია რამდენიმე მეტროსადგური, ამიტომაც საკონდიციონოვანი ინვესტიცია დაგჭირდება იმისათვის, რომ მეტროს მოდერნიზაცია განვახორციელოს. თავის დროზე ძირითადად მეორადი ავტობუსები იქნა შესყიდული და ეს მეორადი ავტობუსები წლების განმავლობაში გამოყენების ფონზე გამოვიდა წყობრიდან. რა თქმა უნდა, საჭიროებს განახლებას. პარასკევის ტრადიციული შეხვედრის დაწყებისას კიდევ ერთ აქტუალურ თემაზე გააკეთა განცხადება დავით ნარმანიამ, როგორც თბილისის მერი ამბობს, მიუხედავად ოპონენტების კრიტიკისა, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა აუცილებლად აშენდება. გაკეთდება იქ ესტაკადა. რაოდენ, ასე თქვათ, წინააღმდეგებიც არ უნდა იყვნენ სხვადასხვა, ასე თქვათ, ჩვენი პოლიტიკური, ასე თქვათ, ოპონენტების ფლანგიდან. მიუხედავად ამისა, ეს გაკეთდება, იმიტომ რომ ეს ჭირდება ქალაქს, ეს ჭირდება იმ უბანზე არსებული მოძრაობის, ასე თქვათ, განმუხტვას, საცობებისგან განმუხტვას და ეს ჭირდება ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც საღად აზროვნებს. უფრო დეტალურად რა შეთანხმებას მიაღწევენ მხარეები და რა იგეგმება ტრანსპორტთან დაკავშირებით, ამას უკვე ჩვენს შემდგომ გამოშვებებში შემოგთავაზებთ. მადლობა, ეს ნუცა ტრაპაიძე იყო და